მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთ, ხა თემა იქნება რა პერსპექტივების კარებები იღება თქვენთვის უახლოესი. მოდი ესე ვთქვა, შემოდგომამდე რამდენი თვეა გადავთვალეთ. აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, 5-6 თვის განმავლობაში. 5 თვის განმავლობაში პლუს მინუს რა პერსპექტივები გაგიღებათ ამ პერიოდში, რა იქნება ისეთი, რაც უნდა იცოდეთ ახლა, რასაც გვეტყვის მაღალი ძალება ყოველთვის გადმოგცემთ. იმისთვის რომ მიხდოთ რამდენად თქვენი ეს გაშლა, ნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა, არავიზე და არაფერზე არ იფიქროთ, თქვენ თავზე იფიქრეთ მხოლოდ ვინ ხართ ახლა თქვენ, რას გაჩვენებს სამყარო. ტოსხმალი ამოდის, მზე მაღალი არკანი და 4-1000 ცოტა არ იყოს დეპრესიულ მდგომარეობაში გაჩვენებენ ახლა თითქოს რაღაცნაირად გუნება განწყობილება გაქვთ როგორც მინიმუმ დავარდნილი, აღარც დალევა მინდა, აღარც ჭამასმა მინდა, აღარც გართობა მინდა, არაფერი არ მეხალისება ესეთ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ მიზეზი არის ის, რომ რაღაცა ლაბირინთიდან გამოსავალს ეძებთ. წარმოდგენილი ძირითადად იქნება ამ გაშლაში ის ადამიანები, რომელიც წარმოადგენთ ჰაერისტიკიას, ეს არის ხმლები არის ჰაერისტიკია, ეს არის ტყუპები, სასწორი და მერწყულის ნიშანი, შეიძლება უბრალოდ ჰოროსკოპი არ ემთხვეოდეს, მაგრამ ძალიან კარგი გონებრივად განვითარებული პერსონაჟი და პიროვნება ბრძანდებით გიყვართ, ესე ვთქვათ, რაც უფრო რთული ვითარება იქიდან გამოსავლის მოძებნა და პოვნა თქვენთვის, ასე ვთქვათ, დამატებითად რაღაცა ძალის მომცემია, რაღაცა უფრო მეტად გაინტერესებთ ის, სადაც გონებრივი ჩართულობა მნიშვნელოვანია რაღაცის ამოხსნაში. არ ვიცი, შეიძლება ასე მომდის და ამასაც ვიტყვი, მათემატიკური აზროვნება გაქვთ ძალიან კარგი, რაღაცა ლოგიკური მსჯელობებით და ესეთი ამოსახსნელი, აი რთული ლაბირინთიდან გამოსავალი მდგომარეობის ამოხსნა განსაკუთრებით გიყვართ ხოლმე, რაც პრინციპში მე-19 მაღალი არკანი მზით, გეტყვით რომ გამოგდით ძალიან ხშირად იმ გამოსავალს აგნებთ, სწორედ გაგინათდებათ ეს თავში, აი ეს ის არის, რაც მე უნდა გავაკეთო, ეს ის გზა, სადაც მე უნდა ვიარო, ეს ის პიროვნება, ვინც მე ჭირდება გვერდით, ვისი ძალისხმევაც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია და მისი ურთიერთობა ჩემთვის, აი ესეთი რაღაცნაირი ბევრი ფიქრის შედეგად აღწევთ სწორ გადაწყვეტილებებს, უმეტეს შემთხვევაში სწორი არის ყველა თქვენი ნაბიჯი ესეთი ლაბირინთიდან გამოსავალ მდგომარეობაში. აჩვენებენ, რომ ადამიანი მზე ხართ, ასევე შეიძლება ეს გაშლა იყოს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებზე. მზის მიხედვით გეტყვით, რომ მზე საერთოდ ლომების კარტია შესაძლებელია ლომი ხართ ჰოროსკოპით ან ვერძი და მშულდოსანი, ესენიც ცეცხლის სტიქია როგორც წესი, მაგრამ აუცილებელი კიდევ ვიმეორებ, არ არის ჰოროსკოპს მივეჯაჭვებით, ადამიანი ხართ ძალიან მზიური, თბილი, მზიური ესეთი სიტყვა, აი თქვენთან ხალისი და ენერგია ადამიანს ეძლევა, აურა გაქვთ თბილი, სადაც ადამიანებს იზიდავთ თქვენთან მიმართულებით განწყობილი ხართ ყველას მიმართ, დადებითად, თბილად, ძალიან ესე იოლად შეგიძლიათ კონტაქტში შეხვიდეთ უცნობ ადამიანებთან და მათში რაღაცა გულწრფელი დიალოგებიც კი წამოჭრათ და მიიყვანოთ ადამიანი, ფსიქოლოგიურადაც რაღაც მომენტში. იქამდე რომ გულწრფელად, ესე იგი დათბეს ურთიერთობა და გადავიდეს მნიშვნელოვნად თბილ ურთიერთობაში, თუნდაც ახალი გაცნობილი იყოს. აი რაღაცა დიდი ხნის წყლობის მეგობარებით შეიძლება დაუდგეთ ადამიანს გვერდზე და გაახაროთ რაღაცნაირად თქვენი თბილი და კეთილი აურით. თუ ატყობთ, რომ ენერგია ასე თუ ისე ემთხვევა თქვენზე იქნება ეს გაშლა, უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგესაროთ, მეგობრებო, გაზიარებები და თქვენი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოცვლისთვის. თუ ეს არ ემთხვევა კონკრეტულად, გადმოდით ჩემ გვერდზე არის მრავლად გაშლები და არჩიეთ თქვენთვის სასურველი. რა მოდის ესე იგი გავიგოთ? უახლოესი საშუალოდ 5 თვის პერიოდში რისი კარები გაგიღებათ ცხოვრებაში. მამაკაცი მოდის თქვენ ცხოვრებაში, გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ. მამაკაცისთვის მამაკაცი არ მოვა, საშუალო სქესზე არ ვაკეთებ არასდროს ჩემ გაშლებს. მამაკაცებმა მიხვდით, რომ ეს არის
მანდილოსანი შებრუნებით, ანუ მოირგეთ თქვენ თავზე ეს გაშლა. მამაკაცი პენტაკლის, პრინცი პენტაკლის ამოდის. პრინცი არის ძალიან ნელი კარტი გეტყვით და ძალიან ისეთი სტაბილურად ნელი მოსიარული ადამიანი თავის ცხოვრების მანძილზე, რომელსაც კუსნაბიჯებით მოძრაობს, როგორც წესი, თუ მიკროსკოპით არ დააკვირდე, შეიძლება ვერც მიხვდე მოძრაობს შენსკენ, თუ საერთოდ გაშიშებული ერთ ადგილას, მაგრამ ძალიან სტაბილური არის მისი მდგომარეობა, მისი ნაბიჯები, მისი მსოფლმხედველობა, სტაბილური პიროვნება, საყრდენი ადამიანია, რომელსაც შეგიძლია, რომ აი რაღაცას რო იტყვის, ერთი კვირის მერე არ გადათქოს, სხვა აზრზე არ იქნება. დღეს თუ გეტყვით, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ, ერთი თვის და ერთი წლის მერეც იგივე მნიშვნელოვანი იქნებით და ესე არ აუფრენს ტვინში და ვიღაცა სხვა არ მოეწონება, როგორც მინიმუმ რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი. სტაბილური მყარი შეიძლება მიწის სტიქიის წარმომადგენელი იყოს, მიწის სტიქიას გეტყვით, რომ არის ყურო, ქალწული და თხის ქის წარმომადგენლები, მაგრამ აუცილებელი არ არის. ადამიანი არის სტაბილურ ენერგიებში და გვიჩვენებენ, რომ ძალიან დიდი ალბათობით 80%-ისთვის ამ გაშლის იქნება თქვენი წარსულიდან მომდინარე ეს ადამიანი. მას უკვე იცნობთ. შესაძლებელია მასთან მყარი ისეთი 18+ ურთიერთობა გქონდათ უკვე ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოგონებები და ძალიან თბილი კონტაქტი გქონდათ ამ ადამიანთან. მოსაგონარი ბევრი გაქვთ, შესაძლებელია ადამიანი ან დაქორწინებულია 10,000-ით და ამას აჩვენებდეს კარტი, იმიტომ რომ ეს არის სავსე, ესე იგი, ემოციურად თბილი და კამერა ვერ, ესეთი ნიშნულოვანი ოჯახური თბილი კავშირი, ან შესაძლებელია სწორედ თქვენი ოჯახის წევრი ყოფილი მეუღლეა, ან იქამდე იყო მისული, რომ აი ესე უკვე დაოჯახებაზე იყო საუბარი. აი ესეთი კონკრეტული მნიშვნელოვანი პიროვნება მოდის თქვენ ცხოვრებაში, რითი მოდის, გავიგოთ. სულელურად მოцота ბავშვურად, შუთი ამოდის მაღალი არკანი 0, ცოტა მოსულელოდ, ხუმრობებით შესაძლებელია საერთო შვილი თუ გაკავშირებთ და ყავთ ვისაც ყოფილ მეუღლეზე ვთქვი, მასთან გასართობად მოვიდეს, ბავშვის თემატიკით მოვიდეს, რაღაცნაირად ახალი განულებული წინა გაბრაზებებით, ჩხუბებით, რაღაცნაირად ახალ ემოციურ ტალღაზე, ისეთზე, როგორცაც მზეს შეუძლია რომ გაგახალისოს და რაღაცნაირად დღესასწაული შემოიტანოს. ადამიანი დღესასწაულია საერთოდ ეს ადამიანი, მაქსიმალურად ცდილობს რომ იყოს დადებით ტალღაზე და ხალხიც ამყოფოს ისე იუმორი უყვარს სპონტანური გადაადგილებები, არ ვიცი, უცებ შეიძლება 15 წუთში ჩაალაგოს ჩემოდანი და სხვა ტერიტორიაზე წავიდეს სასეირნოთ, აი ესეთი სპონტანური ძალიან იოლი ადამიანია, ძალიან იოლი ენერგეტიკით, უეცრად მონდომებული ენერგეტიკით. იმპერატორიო მიჩვენებენ ძალიან დიდი პროცენტისთვის, ეს არის თქვენი მეუღლე ან ვიღაცის მეუღლე უკვე, რაც უკვე აღნიშნე რომ შეიძლება თქვენი მეუღლე იყო 10,000-ით, ან ვინმეს მეუღლეა და სწორედ ამის გამო რომ სხვისი მეუღლე იყო, მოხდა თქვენი ურთიერთობის განულება შუთით, რასაც მიჩვენებენ, ახალ ენერგიებით მოდის იმპერატორი ყველა ვარიანტში არის მეუღლე, ან თქვენი მეუღლეა ეხლა სავარაუდოდ უკვე აღარ, ყოფილი თქვენი მეუღლე, ან ვიღაცის მეუღლეა ეხლა, რომელიც მოდის ახალი ენერგიებით თქვენთან. ძალიან კარგი ენერგიები აქვს, არჩევანი იქნება თქვენზე ამ შემთხვევაში. შეხვდეთ მას და რაღაცნაირად დაელოდოთ რა მოხდება კარგი მისი მხრიდან, თუ ესე იგი განქორწინების მომენტი მას უდგას სხვა ოჯახთან და თქვენთან სიახლეს შემოიტანს, იუსტიცით მე-11 მაღალი არკანით. ძალიან დიდი ალბათობა არის იმისი, რომ კანონიერად მოხდეს მისი განქორწინება და თქვენთან უკვე ურთიერთობის დაწყება. ამ შემთხვევაში ყველაფერი გადაწყვეტილება იქნება თქვენზე, რამდენად დაელოდებით ამ ვარიანტს. სხვებისთვის, დანარჩენისთვის კიდევ რა მოდის? სამყარო, იეროფანტი და იუსტიცია მაღალი არკანების წყვეტა, ასე ვთქვათ, საბედისწერო მოვლენები მოდის თქვენ ცხოვრებაში, კიდევ გეტყვით, რომელიც რაღაცნაირად ერთ ციკლს დაასრულებს, ეს იქნება ტანჯვის და მარტოობის იეროფანტით სულიერების გზაზე ყოფნის გზას და რაღაცნაირად ახალი ეტაპი გეწყებათ, ახალი ეტაპი იქნება დამოკიდებული ემოციურ ადამიანზე, წყლის სტიქიის წარმომადგენელი ასევე შეიძლება მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში.